მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, შაბათია, მორშკინას პოდკასტია პირდაპირ ეთერში და კვირიდან კვირამდე, როცა გეგმავ რა თემაზე შეიძლება ვისაუბრო, ვერანაირად ვერ ვახდენ კონცენტრაციას რაღაც ერთ თემაზე, იმიტომ რომ ყველა არის რაღაცნაირ ბმაში, თუნდაც იმაზე, რაც ხდება სრულიად სამყაროში, როგორც ცეცხლშია გახვეული ამერიკა, რა ხდება რუსეთ-უკრაინის საზღვართან, რა ხდება საქართველოში და რა პოლიტიკური ახალი დღის წესრიგის შემოტენვა, სხვა სიტყვას ვერ დავარქმევდი, სურს ნაციონალურ მოძრაობას და ეს მაშინ, როდესაც 4 თვეა აგერ მიდის კომისიის მუშაობა და ჩვენ ყოველ დღე უსაზარლეს ისტორიებს ვისმენთ. ვისთან შეიძლება საუბარი ეს ანალიტიკურად, ჭკვიანურ და ესეთი ღრმა თემებზე თუ არა, ბატონ დავით ქართველიშვილთან, ხალხის ძალის წევრი, დათო, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ვიცი შენი ძალიან მძიმე გრაფიკი ეთერიდან ეთერში და სიამოვნებით გადავნებ თვალყურს ნებისმიერ პლატფორმაზე, სადაც არ უნდა იყო. მოდით დავიწყოთ ყველაზე მძიმეთი, რაც არის ქრისტიანი ადამიანისთვის. როდესაც ომი იწყება, იქ უკვე აღარ არის ლაპარაკი, როგორ დაიღუპებიან ადამიანები, რა მოხდება, მაგრამ არსებობს დაწერილი და დაუწერელი კანონი, ხო? მოკლულის, ან დაპატიმრებულის, ან გაცვლა, ან დაბრუნება, ან მით უმეტეს გვამების გაცვლა, ხო? ჩვენ გვახსოვს 2008 წელი, სადაც თაკარამზის ქვეშ ნაციონალურმა მოძრაობამ უბრალოდ დასალპობად გაიმეტა ეს ჩვენი ბიჭები. რაც არ გააკეთა რუსეთის ფედერაციამ და დღეს 6,000 ადამიანის ცხედარი ამ მაცივარი, მანქანა მაცივარებში, რეფრიჟერატორებში პირდაპირ საზღვარზე არის და ელოდება ჭირის უფლებთან შეხვედრას. და რა ქვია აი ამ მოვლენას, როდესაც უკრაინა უარს ამბობს მათ მიღებაზე? მოგესალმები ლალი, დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები ჩვენს მსმენელს და ინტერნეტ მაყურებელს. უმძიმესი თემით დაიწყე, მაგრამ დავიწყოთ მძიმე თემით და რაღაც შევეცადოთ, რაღაც პოზიტივში გადავიყვანოთ გადაცემის ფინალი. ეს მართლაც ძალიან მძიმე თემაა. მძიმე თემაა ჩემთვის და გაუგებარი იმ თვალსაზრისით, რომ თითქმის 3 წელიწად ნახევარია ეს ომი მიმდინარეობს. ერთგვარ წარმოიდგინეთ, ჩემს ახალგაზრდობაში, ხო, რაღაც 4 წლიანი დიდი სამამულო ომი ჩემთვის იყო რაღაცა გაუთავებელი კოშმარი და კატასტროფა და ეხლა თითქმის იგივე პერიოდი გავა ცოტა ხანში და აი ისეთი უცნაურობებით არის ახსავს ეს სამხედრო მოქმედებები თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, ხომ, როდესაც გეძლევა თურმე ომის დაწყებიდან ერთ თვეში რაღაცა ფორმულა, რომელსაც შეიძლება დაასრულო ეს ომი. დაასრულო, ხო, ნაკლები, ასე ვთქვათ, მსხვერპლით, ნაკლები დანაკარგებით სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით, მაგრამ შენ ამის შესაძლებლობას არ გაძლევ, შენ ამას გიკრძალავენ, ხომ? და შენ მაინც პოზიციონირებ როგორც რაღაცა დამოუკიდებელი სუბიექტი, როგორც შენი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც კიდევ ერთი ტესტი ჩაუტარა, ხომ, რუსეთმა ამჯერად. ჩაუტარა ტესტი და უთხრა, რამდენადაც ვიცი, შენ უგზო-უკლოდ დაკარგულად ლამის 40,000 მეომრამდე ყავს გამოცხადებული, ხომ? ეს ხომ კატასტროფული ციფრია. რაში უნდა აწყობდეს ქვეყნის პრეზიდენტს, ხომ? ამ ციფრების გაჟღერება. იმაში უნდა აწყობდეს თურმე, რომ თითოეული დაღუპული მეომრის და გმირის უკან, ხომ? დადასტურებული დაღუპვის ფაქტის უკან არის ჭირის უფელი, რომელსაც შენ შეპირდი 15 მილიონი გრივნა გადაუხადო ოჯახს და აგერ ბატონო პირველი, მოდი ესე ვთქვა, პირველი 6,000 ის მეომარი, რომელიც შენ მიატოვე, ხო, ბრძოლის ველზე, რომელიც შენ ჩაწერე უგზო-უკლოდ დაკარგულთა სიაში. და ბევრი 20 წლამდე მიუღწეველია. რა თქმა უნდა, დაუბრუნე დედას, მამას, მეუღლეს, დაძმას, მიეცი მათ საშუალება, ხო, მიწას მიაბარონ, მშობლიურ მიწას მიაბარონ, მაგრამ შენ იღებ კალკულატორს, შენ ამრავლებ ამ ყველაფერს, გამოგდის 90 მილიარდი გრივნა, რომლის გადახდა განაა შეგიძლია არ გინდა. და თან კანონითაც იმაგრებ თავს, რომ 2 წელი არ ითვლებიან ესე გარდაცვლილება თუ ვერ მიაგრეს. კი, იმიტომ შენ თუ ეხლა ამ 6,000 ადამიანის, ხო, გმირის, მეომრის, ოჯახის კანონიერ აი ამ უფლებას დაუკმაყოფილებ, ხომ? შენ არანაირი ის არ გაქვს, რა ქვია, შანსი წინ აღუდგე დანარჩენ პარტიას, ბოდიშით ამ სიტყვაზე, ხომ, იმ დაღუპულების, რომელსაც რუსეთი ასევე გადმოგხსენ შენ და შენ ქმნი, შენ ესე ფიქრობ ალბათ, რომ შენ ქმნი პრეცედენტს, რომელიც იმ ფულთან არის დაკავშირებული, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, გაქვს
მაგრამ ჯიუტად არ გინდა გადაიხადო იმ კანონიერი შენივე მიღებული საკანონმდებლო ბაზის თანახმად. და დათო პარალელურად, როდესაც ხო 21 საუკუნეა და წარმოუდგენელია შენ რაღაცა ისე იყიდო, რომ ვერან ვერ გაიგოს და დუბაიში დედისთვის მრავალმილიონიან საცხოვრებელს ყიდულობ. პარალელურად რუსეთთან მოლაპარაკებებს, როდესაც აწარმოებს სტამბოლში, გამბობ, რომ ჩვენი აი ბავშვები ყავთ გატაცებული, რუსები ეუბნებიან სახელები, გვარები, გადავამოწმოთ, რაც საჭიროა თუ ჩვენ ბაზაში არიან ასეთი ბავშვები და ჩვენ პირიქით შევიფარეთ, დაგიბრუნებთ. ახლა მე არანაირად პირველ რიგში რუსეთის ადვოკატობა არ მინდა, მაგრამ აქ ჩვენ ვლაპარაკობთ ორ ქრისტიანულ სახელმწიფოზე, რომელიც ერთმანეთთან არის, ასე ვთქვათ, საომარ ვითარებაში და ვინ როგორ იქცევა ამ ომის დროს. ეხლა მე ეჭვმეპარება დღეს რომელიმე რუსი ჩინოვნიკი გავარდეს და მშობლებს უყიდოს რაღაც ფეშენებელური საღამოს ვეღარ მიაღწევს სავარძლამდე, ხო? ფაქტია, რომ ძალიან ცუდი და მძიმე ამბავი ტრიალებს და აქ კიდევ ერთხელ იკვეთება საქართველოს მთავრობის ძალიან ბრძნული ნაბიჯები, რომ ჩვენ არანაირად არ ჩავერთეთ, გარდა იმისა, რომ დავეხმარეთ ტოლვილებს, მივეცით საშუალება, რომ საქართველოში უზრუნველყოფილები ყოფილიყვნენ ყველაფრით, მაგრამ არ ჩავერთეთ. კი ბატონო. და ისიც თქვა მინდა კიდე, იცი, მოდი ახლა პუტინს მთლად ესეთ ჰუმანისტად და ქველმოქმედადაც ნუ გამოვაჩენთ, იმიტომ რომ ეს არის წარსულში და წარსულები არ არსებობენ, როგორც შენ წარსული ჩეკისტია, ოპერატივნიკია, რასაც ქვია რუსულად. ხო და რა თქმა უნდა, მზარკვეული გეგმაც კი ქონდა ამით. გორმენაირად აი ეს საზოგადოებრივი აღშფოთება აწეულიყო, ამის გრადუსი აწეულიყო ზელენსკის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, იმიტომ რომ გადის 3.5 წელიწადი და არ მახსოვს მე, ან არსებობს ესეთი ფაქტები და გვიმალავენ, რომ კიევის ცენტრში თქვათ ხომ, კრეშატიკზე გამოვიდნენ ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგი არიან აი ამ სასაკლაოს გაგრძელებაზე, ხომ? გამოვლენ თუნდაც ის ჭირისუფლები, რომლებმაც ეხლა მაინც ზუსტად დაზუსტებით შეიტყვეს, რომ მათ შვილებს, მათ დიდი ალბათობით ვიღაცის შვილია. კი ბატონო, ხო და არ გამოდის ეს საზოგადოებრივი პროტესტი, ეს აქციები პაციფისტური, ანტიმილიტარისტული, ხომ კიევის ცენტრში თუ სხვა ქალაქებში. რატომღაც არ მე გეტყვი დათო, მე ახლა Facebook გვერდზე დავდე 2016 წელს გადაღებული ფილმი, უკრაინელები იყვნენ ჩამოსულები და მაშინ რამოდენიმე ადამიანთან ჰქონდათ ინტერვიუ და მათ შორის ჩემთან. როდესაც დაასრულეს ამ ფილმზე მუშაობა, მე დამირეკეს და მითხრეს, რომ სავარაუდოდ ვერ გავუშვებდო, იმიტომ რომ ისეთი ამბავია ატეხილიო და ისე დაგზდევენო და მე დღემდე არ ვიცი, მე ერთ-ერთმა თანაავტორმა, ვინც საქართველოს მხრიდან იღებდა უკრაინელებს, იმან მითხრა, რომ არც ვიცით სად არიანო ავტორები ამ ფილმისო. ანუ შეიძლება ცოცხლებიც არ არიან. ეს ფილმი საზოგადოებამ ვერ ნახა. უკვე იქით ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია, როდესაც სააკაშვილი იქ არის გუბერნატორი და რა საფრთხეები ემუქრება ადამიანებს. დღეს იქ პირდაპირ კანიბალური რეჟიმია. თუ ვინმე ნახა, ასევე დღეს აი ეს საშინელი მაცივრები, აი საცოდავი გვამებით ამ ბიჭების, ნუ არ ვიცი, ამაზე კოშმარი და მე დაგესესხები შენ პუტინი, რომელიც არანაირად არც ჰუმანისტი არ არის და ჩვენი ამხელა ტერიტორიები წაღებული აქვს და ის აჩვენებს მსოფლიოს, რა აი მე ვაძლევ მათ თავის გვამს და ისინი არ იღებენ. ნუ ეს არის კატასტროფა, არ ვიცი ახლა როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, მაგრამ მოდი კიდე უბრალოდ მინდა რომ ჩავეტიო დროში, მიმოვიხილო ამ კვირაში იმდენი რამე მოხდა, ლოს-ანჯელესში ცეცხლშია გახვეული და ეს ბუმერანგის პრინციპი მოქმედებს და არ არის გამორიცხული იქაც როგორც ნულანდი დადიოდა ღვეზელით და აქაც გვახსოვს ლობიანებით მოსიარულე კალბატონი და არ ვიცი იქ რას არიგებენ. შაურმას არიგებენ. და ფაქტია, რომ სულაც არ ვქილიკობ, სულაც არ მიხარია, იმიტომ რომ ის რასაც ხედავთ არის ისევ ადამიანის მსხვერპლი, ისევ ეს დაპირისპირება ძალოვან უწყებებთან და ჩვენ ვნახეთ FBI-ის უფროსის განცხადება, რომ არ დაუშვებენ ამ ყველაფერს და ზოგადად ტრამპთან მიმართებაში იმდენად იძაბება, რომ პრაქტიკულად რევოლუციური სცენარი ვითარდება. კი, იმიტომ რომ მე ამიტი უნდა ყოფილიყავი, რომ დაგეჯერებინა ტრამპის ესეთი ხმამაღალი განცხადებები პოსტსაარჩევნო თუ წინასაარჩევნო, რომ მე აუცილებლად დავამარცხებ Deep States. ნუ ეს არის ძალიან, როგორ გითხრა რა, არასერიოზულად ნათქვამი, პოპულისტურად ნათქვამი განაცხადი, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ განხორციელების და დადებითად დასრულების არანაირი შანსი არ აქვს ტრამპს. ჩვენ ასევე ვხედავთ იმას, რომ ტრამპს უკვე მოუწყეს მსგავსი მოვლენების ასე ვთქვათ, გენერალური რეპეტიცია მისი პირველი პრეზიდენტობის უკანასკნელ წელიწადს, როდესაც მან ფაქტიურად 9 თვე
2020 წლის გაატარა იმაში, რომ უმკლავდებოდა BLM-ის მოძრაობას, რომელმაც მოიცვა მნიშვნელოვანი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩვენ ვნახეთ პირდაპირ ეთერში მარადიორობის ფაქტიც, ამერიკის დამფუძნებელი მამების ძეგლებთან ომი, ჩვენ დავინახეთ, ნუ არ ვიცი მე, უამრავი მსხვერპლი, უამრავი დასახიჩრებული და ასე შემდეგ. ანუ რაღაც რიმეიქს უყურებთ ახლა? ეხლა უყურებთ კი ბატონო, აი იმის გაგრძელებას რა, იმის გაგრძელებას უყურებთ, რასაც არ ვიცი როგორ გაუმკლავდება და მე შევახსენებ ჩვენ მსმენელს, რომ ეს ყველაფერი ხდება ყველაზე ლიბერალურ შტატში, აი დემოკრატიული პარტიის, ასე ვთქვათ, მექაში, კი ბატონო, რომლებმაც სხვათა შორის მისმა გუბერნატორმა ტრამპის ინაუგურაციის პირველივე თვეს რეფერენდუმის მსგავსი პროცესი ჩაატარა კალიფორნიაში. არიან თუ არა კალიფორნიის მაცხოვრებლები მზად იმისთვის, რომ დაახლოებით 2030 წლისთვის ჩატარდეს ფართომასშტაბიანი შტატის ფარგლებში რეფერენდუმი კალიფორნიის ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიიდან გამოყოფის შესახებ, ხო? თუ კი, რა თქმა უნდა, რესპუბლიკელების და ტრამპის შემცვლელების, ასე ვთქვათ, მმართველობა და ხელისუფლება გააგრძელებს თავის წინსვლას. და თუ გავითვალისწინებთ, რომ ეხლა ძალიან სერიოზული ბირკეტი ილონ მასკის სახით დაკარგა და მოდი ესე ვთქვათ, ეს არ არის პირველი მერცხალი არის, მაგრამ ბოლო არ არის, რომელიც ამ გუნდიდან ამოფრინდება, პრაქტიკულად ძალიან რთულ და მძიმე ვითარებაში ჩავარდა. ამას ეხლა ჩვენ საქართველოს, რა თქმა უნდა, ძალიან პატარა ვართ იმ მასშტაბისთვის, რაც სოფლიოს კატასტროფა ქვია, მაგრამ ის რომ არ ბრუნდება აქ ელჩი, რომელიც აშკარად არ იყო ტრამპის პოლიტიკის გამტარებელი და ტრამპის წერილი არ გამოაქვეყნა, ხო? და უცებ ჩვენ ქალებმა შემოდა თუ კარგად ვიცით, რომ სულ რო გავდივართ პენსიაზე, მაშინაც არ ვამბობთ ამ საზარელ სიტყვას, ხო? და ეხლა ასე გამოაცხადა, რომ მე პენსიაზე გავდივარ, ნუ ეს ძალიან სასაცილოა, ხო? მით უმეტეს რომ არც ასაკი ქონდა და არც დრო არ იყო ასეთი. და აი აქ ბმაში მე მინდა ბატონ გურამ მაჭარაშვილის სიტყვებით მოვიშველიო, რომელსაც ძალიან კარგად შეუთვალა ელჩებს, რომ 4 თვეა თქვენ უყურებთ იმ საზარელ პროცესებს, რომელიც იმართება, კომისია, რომელიც ფანტასტიკურად მუშაობს და ერთი სიტყვა არ გაქვთ ნათქვამი, რომ ამ რას ჩადიოდა ნაციონალური მოძრაობა. ერთხელ არ გააპროტესტეთ ის თუ რა ხდებოდა წლების წინ, ხო? აი მე მესმის რომ ახლა უფრო და უფრო გართულდება ალბათ ელჩის გამოგზავნა, სანამ ტრამპი თავის სიტუაციას არ დააშოშვნებს და არ დაალაგებს, საკმაოდ მძიმე ვითარება ამერიკაში და ეს მხოლოდ და მხოლოდ პირველი არის ეს ცეცხლი და გასაგებია რომ სხვა შტატებზეც გადავა ეს ცეცხლი და ჩვენ ვხედავთ რომ სხვათა შორის პროგნოზებით კეთდებოდა რომ ამერიკა ადრე თუ გვიან აფეთქდება და ჩვენ აი ამის წინაშე ვდგავართ. როგორ იქნება საქართველოს და ამერიკის ურთიერთობა? ანუ რას უნდა ველოდოთ? რაც შეეხება გურამ მაჭარაშვილის მიმართვას ელჩებისადმი, ხომ ეს იყო მცდელობა იმ ირიბი პასუხისგებლობიდან გამოიყვანა თანამონაწილეობის როლიდან გამოიყვანათ ისინი, რომელთა ჩუმი მხარდაჭერით თუ პირდაპირ ღია მხარდაჭერით ხდებოდა ის 2003 წლიდან 2012 წლამდე, რომლის ყოველდღიური მოსმენა, აი ადამიანისთვის, მამაკაცისთვის, დედაკაცისთვის ძალიან მძიმე, უმძიმესია ყოველდღიურად იმის მოსმენა, რის შესახებ გეგონა რომ რაღაცა იცოდი, მაგრამ ისეთი ეპიზოდები და ისეთი დეტალებია, რომელსაც, ნუ, საკუთარ თავს ეკითხები, ქართველობა სად იყო ეს წლები, სად ვიყავით ჩვენ, რა ოჯახების გაზრდილები მართავდნენ ამ ქვეყანას, სად გაგვეპარა ის მენტალობის გენოციდი, რომელიც გამოუვიდა აი რაც ახლა უკრაინაშია. რაც ახლა უკრაინაშია. და მე მოდი ესე გეტყვი რა, ჩვენ მე ხანდახან ვფიქრობდი ხოლმე იმ პერიოდში, რომ ალბათ ეს დამთავრდა ყველაფერი და უკვე როდესაც პირველი ეს გაჩნდა რომ შეიძლება ბატონი ბიძინა ივანიშვილი შემოვიდეს პოლიტიკაში, მე ძალიან კარგად მახსოვს ჩემი და მისი პირველი შეხვედრა ქობულეთში. და აი მაშინ გავხედე და ნუ თუ მართლა გვიშველის, ჩემთვის ჩავილაპარაკე და მე მართლა როდესაც მეუბნებიან, აი შენ აი ესე ბატონი ბიძინა ივანიშვილი გასაგებია ბევრი გააკეთა საქართველოსთვის. მოდი რა უსმინე 4 თვე ეს ხალხი რა სიძახის და ყოველ დღე ვიტყვი, რომ დიახ მხოლოდ ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც შეეძლო აი ამ 9 თავიანი კი 109 თავიანი გველეშაპის განადგურება. და დაუბრუნდეთ ბუმერანგს. შენ წარმოიდგინე მთელი სახელმძღვანელოები რომ დაიწერა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორც არის თქვა საქართველოს, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მესამე ხო მათთვის, ხო?
ის რაც არ გამოუვიდათ, აი უკანასკნელ 4 წელიწადში განსაკუთრებით არ გამოუვიდოთ არც ერთი მცდელობა, ხომ? იმ მეთოდოლოგიური წიგნების მიხედვით შარფი იქნებოდა თუ აკერმანი, განეხორციელებინათ და დაებრუნებინათ საქართველოს ისევ იმ ჯოჯოხეთში, საიდანაც ბიძინა ივანიშვილმა გამოიყვანა საქართველოს. რაც აქ არ გამოსდით, ხომ? აი იგივე მეთოდოლოგიური იმით რა ქვია, მითითებებით, ეხლა კეთდება ყველაფერი იქ, სადაც კეთდება, ხო? ეს არის საშინელება, ჩვენ კადრები ვნახეთ ლოს-ანჯელესში რა ხდება, ხო და აი ჩვენთან, ხო, ამის აი როგორ გითხრათ, იმ 0.1%-იც კი არ განხორციელებულა, თუ განხორციელდა ისე პოლიციელების წინააღმდეგ, ხომ, რაზეც ასევე მთელი ეს ცივილიზებული დემოკრატიული, ასე ვთქვათ, საზოგადოება მათი ელჩები დუმს, დღემდე დუმს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვახსოვს არც ერთი პოლიციელი დაჭრილი, დასახიჩრებული, რომელსაც მიაკითხავდა თქვა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მთელი შემადგენლობა, ხო? სამაგერდის ხო კარგად გახსოვს რომ ნიღბებიო, რას ქვია ნიღბები, ტარება არ შეიძლება, აგერც ტრამპი რო ამბობს, ესე იგი ის შესაძლებელია. ჩვენი ნიღბები ისე თქვი უკვე ერთხელ მაგ კიდევ გავიმეორებ, რუსული ნიღბები არის თურმე და იქ ალბათ ამერიკული ნიღბებია და ну აი ეს ამას აღარ უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას, იცით? ჩვენ ახლა უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას იმას, როგორ უბრუნდება ყველაფერი ის, რაც უნდათ საქართველოსთვის და ჩვენთვის უნდათ. ყველაფერი უბრუნდებათ იქ და იმიტომ უბრუნდებათ კიდევ რომ რეალურად არის. ამათ ხო აქვთ ცდილობა წარმოაჩინონ ქართველ ხალხად ის ვირტუალური საქართველო, რომელიც არის რეალურად უმცირესობა, რომელსაც არ ვიცი 30 უმცირესობის უმცირესობა 100 კაცი ვეღარ გამოყავთ იმ თავის უწყვეტ იმაში, რა ქვია, საპროტესტო აქციებში და ჩვენ ვართ ის რეალური საქართველო, რომელსაც შეუძლია 17 მაისს 10-ვე ეპარქიაში და მომავალ წელს შეიძლება ეს 20 და 30 ეპარქია იყოს, გამოვიყვანოთ მართლა, კი ბატონო, 2 მილიონი გამოვიყვანოთ ქუჩაში და ვის რას გვასწავლიან, ვის აშინებენ. მაგრამ 50-50-ია რეალურად ამერიკის შეერთებულ შტატებში აი ეს დაპირისპირება. იქ მართლა აი პოლარიზაციაზე რომ გვასწავლიან, როგორ უნდა დავძლიოთ, ხომ? ჩვენ დავძლებთ ამ პოლარიზაციას, ნელ-ნელა მოუწევთ ამათ თავის ეს გრადუსი, თავის იდიოტიზმის და იდიოკრატიის დაუწიონ, მაგრამ 50-50-ზე გაქვს სიტუაცია ქვეყანაში, როგორ გინდა ეს ყველაფერი ვიც დაიჭირო ხელში და აგერ გვარდიის გამოყენებაზეც მოაწერა ხელი ტრამპმა და არ არის გამოიწყული ხვალ მართლა რეგულარული ჯარებიც არ გამოიყვანოს ქუჩაში, ხომ? ეს არის ყველაფერი ამას აი კი არ დავცინით, ხო? ხო, არა, უბრალოდ აი ძალიან ბრძნულად უყურებთ ყველაფერს რა. მე რეცი რა არის? ტრამპს სხვა გზა არ აქვს. მას უკვე პიროვნულად ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრება, ასე რო არ მოიქცეს, ხო? და უყურე, მე რამდენჯერ მიფიქრია, ხა ალბათ თითოეულ ქართველს უფიქრია, რომ ჩვენ რომელიც აი ესეთი მდებარეობა გვაქვს, საერთოდ დიდი ხანია ჩვენი ბუნდღა არ უნდა დარჩენილიყო, მაგრამ არსებობს რაღაცა გენეტიკური კოდი, ალბათ არსებობს გენეტიკური მეხსიერება. იმიტომ რომ ყავდა ასეთი მეფეები, მხედართმთავრები და მართლა, ну მინიმუმ საუკუნეში ერთხელ რაღაც გენიალური ქართველი ჩნდება, ხო? ახლაც ჩვენ გავდივართ ძალიან რთულ გზას, მაგრამ ძალიან სწორად გავდივართ და ჩვენ ვებრუნდება ხა, როდესაც აგერ გუშინ კიდევ ქამარი, ხო, კრივში, აგერ ამდენი გამარჯვება, ფეხბურთელები, ყველა ხო არ მოდის გამარჯვება, გამარჯვების კოდს ვიბრუნებთ, მე ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ ქვეყანა იბრუნებს. კიდე რაშია გამარჯვება, იცი, მე მინდოდა ამაზე ხშირად ვილაპარაკოთ და გამარჯვება არის იმაში, რომ სოფლიო გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური ძალები, სოფლიო მსხვილი ინვესტორები, კერძო ინვესტორები და სახელმწიფო ინვესტორები საქართველოში ხედავენ უდიდეს პოტენციალს რა. უკვე სჯერათ იმისი, ნამდვილად სჯერათ, რომ ჩვენ უკვე იმდენი საფრთხე უკუვაგდეთ, რომ აქ სერიოზული შეიძლება რჩება ეს საფრთხე ომის არასტაბილურობის, მაგრამ ნახე რა პროექტები ხორციელდება, რა ფული იდება უკვე იმ საერთაშორისო პროექტებში, რომელსაც ქვია შუა დერეფანი, ერთი საატყელი, ერთი გზა და ასე შემდეგ, ხომ? 36 ჰექტარზე არის განლაგებული თავისუფალი ინდუსტრიალური ზონა ქუთაისთან, უკვე წლების განმავლობაში, სადაც აბსოლუტურად ყველა გადასახადები არის განთავისუფლებული ის საწარმო, რომლის პროდუქციაც ექსპორტზე გადის საქართველოდან. და ეს არის ფარმაცევტიკა, ეს არის კოსმეტიკა, ეს არის პლასმასის თუ ხის დამამუშავებელი საამქროები და ასე შემდეგ. ხო, და ძალიან მოსაზიდია ეს ყველაფერი. 28 ჰექტარზე განლაგებულია ის მშრალი, რა ქვია, ნავსადგური, რომელიც გაიხსნა თბილისის შემოგარენში, რომელიც მზად არის 100,000-დან 250,000 კონტეინერის მიღება გადამუშავებას უკვე შეუდგეს დღეიდან და
გზაში არის ამ კვირაში უნდა შემოვიდეს წესი საქართველოში პირველი ეშელონი ჩინეთიდან, სადაც განლაგებულია რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების სხვადასხვა ტიპის საქონელი, ხო, რომლის ნაწილი აქ დარჩება, ნაწილი წავა რეგიონალურად სომხეთში, აზერბაიჯანში დარჩება, თურქეთში, ირანში და ასეთი ეშელონები დაგეგმილია წელიწადში როგორც მინიმუმ 300. ანუ რაზეც იყო საუბარი, რომ კავკასია უნდა იყოს რა თქმა ჰაბი უნდა, და კი. მოზიდვა, ვთქვათ პირდაპირ, რომ სამთავრობო ძალიან დიდი ძალისხმევით მოხდა აი ამ ძალების მოზიდვა, როგორც ინტელექტუალური ძალების, ასევე მატერიალური ძალების და მე ვფიქრობ, რომ თუ აი ახლა ჩვენ და მე ვფიქრობ, უკვე სათულო აღარ არის ის როგორ გავდივართ ამ სიტუაციას, ჩვენ გაგვიყვანს სამშვიდობოს და არ შემიძლია ამ ფონზე, არ ვთქვა, ახლა მე როგორც PR ტექნოლოგმა ვიცი ერთი რამ, რომ თავარია შენ ქმნიდე დღის წესრიგს, პოლიტიკურ დღის წესრიგს და დანარჩენს აღარ აქვს მნიშვნელობა რითი კი დამთავრდება. ბატონო. როგორც კი გაჟღერდა ბატონი იოსელიანის ბოდიში და მე მაშინვე დავწერე, რომ ეს ბოდიში იმაზე უარესია, რაც მაშინ ჩაიდინა. კი ბატონო. იმიტომ რომ ეს რაღაცისთვის კეთდება. ახლა მე როგორც ტექნოლოგმა ვიცი რისთვის არის ეს ბოდიში, რომ შემდეგ შენ ხორცი შეასხა სხვადასხვა აბდაუბდით და აი მივიღეთ კიდევაც ეს თემები, ხო, რომ გატაცება, წამება, ასე შემდეგ ადამიანი სრულად უსაფრთხო გარემოში ზის წყაზარ ინტერვიუს იძლევა, მაგრამ ხო გასაგებია, რომ მათ ჩათვალეს, აი დღეს მაგალითად ისინი არიან დღის წესრიგში. ჩვენ საუბრობთ მაგალითზე, ხო? დამთავრდება ეს ყველაფერი, ხო, საერთოდ აღარაფერს არ დაინტერესებს, მაგრამ აი იმისათვის, რომ ერთ დღიანია ეს, იგივე ხა მე სხვათაშორის გულისტკივილით მინდა გითხრა, დათო, ძალიან დიდი გულისტკივილით პატა ზაქარიაშვილზე, რომელსაც მე წლების განმავლობაში მეგობრობდი, მუშაობდი. დავიჯერო პატა ზაქარიაშვილს არ ესმის, რომ შეიძლება სალომე ზურაბიშვილი კახი კალაძეს საპირწონე იყოს, ან ჯერჯერობით პატიმარი მზია რაღაცა შეიძლება იყოს სამომავლოდ ბათუმის მერობაზე კონდეს პრეტენზია. აი მე იცი არ ამათი უფრო გასაგებია ხა იოსელიანმა და მისმა მეუღლემ რაც დადგეს, ჩემთვის უფრო გასაგებია რომ PR ტექნოლოგიურად. პატა ზაქარიაშვილი რომელიც ძალიან კარგად არის ჩახედული PR ტექნოლოგიებში და პოლიტიკურ აი ამ ამბებში და ერთ-ერთი მინისტრი იყო, ხო, ამ თავრობაში. მე მაინტერესებს, აი რატომ თქვა ასეთი ტოტალური, არ ვიცი რა დავარქვა უკვე, რა მარაზმი. კი ბატონო, იოსელიანი დავიწყოთ. ეხლა წარმოიდგინე, შეიძლება იოსელიანის თემის შემოგდებით გადაფარო რა თემები, იცი? ის თემები, რომ 3 წელიწადზე მეტია ბიძინა ივანიშვილი არის არაოფიციალური სანქციების ქვეშ, რომ მას რეალურად ის რაც ალბათ არ ვიცით, მაგრამ რეალურად ემუქრება 1000-ნაირი საფრთხე, ხო? მათ შორის ფიზიკური ხასიათის. ისა ზღაპარია, როდესაც ყოფილმა უკვე ევროკომისარმა გააფრთხილა გინდა მეგობრულად და გინდა არამეგობრულად ირაკლი კობახიძე, რომ ფრთხილად იყავი, იმიტომ რომ რობერტ ფიცოს ბედი არ გეწიოს. აი ამ თემების გადაფარვა იმით, იმ ბოდვით, ხო? რომ გაიტაცეს 5 ადამიანმა რაღაცები ათქმევინეს, ფსიქოლოგიურად იძალადეს და რაღაც. ეს ხომ სისულელე. როგორ შეიძლება საერთოდ ბოკუჩავების ოჯახის აი ამ სისულელით გადაფარო ის რეალური საფრთხე, რომელსაც უმკლავდება, ხომ? ბიძინა ივანიშვილიც, ირაკლი კობახიძეს და ძალიან ბევრი თქვენთაგანი, ძალიან ბევრი ჩვენთან ყველაფერი დავწეროთ. კი ბატონო, როგორ დავდივართ? რას გვწერენ? ყველაფერზე რეაქცია ქონდეს. 2000 ადამიანი ბრიგები გავუმართოთ ამ ყველაფერზე. 2000 ადამიანის პროკურატორში მიტანილი 2000 ადამიანი რო გემუქრება Facebook-ზე როგორია, ხო? და ეხლა ჩვენ სად მოვა ის მუქარა, რაც ჩვენზეა განხორციელებული, მართლა ბატონ ბიძინაზე, გინდაც ირაკლი კობახიძეზე რაც არის და მაგრამ გადაფარვას კი მეც რატო ვამბობ გულისტკივილით. ეხლა მე როგორც ადამიანს, მე არ ვარ ოცნების წევრი. მე არ ვარ მთავრობის წევრი, მე ვარ ადამიანი, რომელიც ვარ PR ტექნოლოგიის ჟურნალისტი, მაქვს ჩემი მე მაგალითად ვხედავ სრულ მარაზმს იმაში, რომ ქვეყანაში არ იბადება და ეს საშინელი კოჰორტა არ აძლევს ნორმალურ ჯანმრთელ ძალას გამოვიდეს ოპოზიციად. აი ეხლა ვის ვიღებთ ჩვენ ადგილობრივ არჩევნებში? ну რაღაც საერთოდ სათვალავში არ არიან ხო თუნდაც რომლებმაც განაცხადეს რომ მიიღებენ მონაწილეობას ეს ლელო იქნება თუ გახარია იქნება ხო ეს ხო არ არის რეალურად რაც ჩვენ გვაქვს სურვილი რომ მთავრობის საპირწონედ არსებობდეს მართლა ჭკვიანი ახალგაზრდული ტვინგახსნილი არაჩასაფრებული არა ბოროტებით სავსე არა რამდენი თემა რაც მე და შენ გვისაუბრეთ და სხვადასხვა აზრი გქონია როგორ შეიძლება ორ ჯანმრთელ ადამიანს ყველაფერზე გქონდეს აზე ბატებივით ერთი აზრი ხო სად არის ოპოზიცია ანუ აღარ არის პრაქტიკულად ხო სად არის ოპოზიცია მივოთ აქამდე ზაქარიაშვილის თემას ვერ გავატარებ იმიტომ მე მინდა ჩვენ ამ მსმენელმა იცოდეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ
მე დღემდე მაგ ძალიან კარგი ურთიერთობა შენს გექნება ეს ურთიერთობა აფხაზეთში მცხოვრებ აფხაზებთან ან მხოლოდ ქართველებთან აფხაზებთან ძალიან დიდი და სერიოზული ადამიანები არიან ესენი ხო გულის ტკივილით საუბრობდნენ უკანასკნელი წლების განმავლობაში რომ ზაქარიაშვილი იყო ერთ-ერთი ის ხიდი რომლითაც USAID-ის ხაზით შემოსული საქართველოში თანხები, ფინანსები ხმარდებოდა აფხაზეთში მათ ასე ვთქვათ იდეოლოგიურ წერტილებს, სხვადასხვა ადამიანებს თუ იქაურ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ ლალი, რათა აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობები საერთოდ არ დაალაგებულიყო, არასდროს არ დაალაგებულიყო. საქართველოს მხოლოდ ის ინფორმაციას აწვდიდნენ, მათ შორის ზაქარიაშვილი, რომ აქ არის არნახული მექა უმცირესობებისთვის. ანუ საქართველოდან, თბილისიდან ხდებოდა ისეთი პოზიციონირება ჩვენი დედაქალაქის და ქართველების, როგორც აი პრაიდის დღის წესრიგზე ცხოვრები ადამიანები, რომლებმაც აქ დაუშვეს ყველაფერი. კი ბატონო, თუ მას აქვს კიდევ რაღაც შემორჩენილი, უბრალოდ თქვას პირადად იქ აფხაზეთში ვისთან ჰქონდა წლების განმავლობაში ურთიერთობა, ვისთან კონკრეტული სახელებით გვარები და რაზე იყო საუბარი? იყო საუბარი მამულზე, ენაზე, სარწმუნოებაზე? იყო საუბარი აფხაზებთან იმაზე, რომ შეიძლება დროებით სახელმწიფოებრიობიდან გამოხვიდე, მაგრამ თქვენ თუ ქრისტიანობაზე გაქვთ პრეტენზია, ხომ? ღვთისმშობლის წილხვდომილობიდან ვერსად ვერ გახვალთ, ვერ დაემალებით. მეც რა უბრალოდ მინდა დრო მეყოს და თქვა მე სიამოვნებით მოვისმენდი პაატას აზრს სამწუხაროდ ახლა მე არ ვიცი რა გიპასუხო, იმიტომ რომ ეს პაატამ უნდა გიპასუხოს. რატო? იმიტომ რომ იყო ასეთი ძალიან საინტერესო ფორმატი 2001 წელს, როდესაც მე ვიყავ მინისტრის მოადგილე კონფლიქტებში, შლაინინგის პროცესი ერქვა, სადაც 7 წარმომადგენელი საქართველოსდან, სხვათა შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, საკმაოდ მოქმედი იმ პერიოდისთვის კარგი არასამთავრობო ორგანიზაციები, ძალიან პოლიტიკოსები და მე ვიყავი და მაშინ დავით ბაქრაძე იყო, შევარდნაძის კადრი იყო დავით ბაქრაძეს და დათო ბაქრაძე და მე ვიყავით როგორც სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენლები, დანარჩენი არასამთავრობო. და პრაქტიკულად ის ადამიანები, ვინც ხელისუფლებაში იყვნენ აფხაზეთიდან, ისინი იყვნენ და იცი რა, ეს იყო ბრიტანული მოდელი და ძალიან საინტერესო იყო. იმ მომენტში ძალიან დავახლოვდით. იყო ესეთი ფორმატი, რომ ჩვენ არ გვქონდა უფლება გვესაუბრა მიკროფონების გარეშე, იმიტომ რომ ყველაფერი იწერებოდა ჩვენი ურთიერთობა და მე ძალიან არ მინდა დავიჯერო რა ამ ფორმატიდან, რომელიც იმ მომენტში მე ჩვენებოდა რომ მართლა ძალიან პროგრესულია და კარგია, უბრალოდ მე ვარდების რევოლუცია მოვიდა და ყველაფერი გაფუჭდა. აი რომ პაატას შეეცვალა რაღაცა მიმართულება, იმიტომ რომ მაშინ ჩვენ ძალიან კარგად ვისაუბრეთ, ვიმუშავეთ და დაიდო ნაშრომები და პრაქტიკულად ერთ წკიბზე ვიყავით შენებისკენ გადადგმული ნაბიჯი გადადგმული იყო. იმიტომ რომ თუ პირველ დღეს ესე ამრეზად უყურებდით ერთმანეთს ჩვენ და აფხაზები, მეორე დღეს, მესამე დღეს დავმეგობდით, მეოთხე დღეს, რა ვიცი, ერთად უკვე ვქეიფობდით და ისე წავედით, რომ ვეხუტებოდით ერთმანეთს და თქვენ ხო ჩვენთან ჩამოხოთ. აი ეს იყო. არ ვიცი, შეიძლება ვიღაცა ზუსტად უნდოდა ეს ექსპერიმენტი, რომ შემდეგ გაეფუჭებინა ჩვენი ურთიერთობა. არ ვიცი, მაგრამ ეს ფაქტია, რომ ასე იყო. ხო, სამწუხაროდ USAID-ის დღის წესრიგით მოქმედებდა აფხაზეთში. ხო, სამწუხაროა, არ ვიცი, მინდა ვიცოდე პაატას პასუხი ამ ყველაფერზე. დათო, ძალიან დიდი მადლობა. და მინდა აი ბოლოს ვთქვათ, აი ეს კვირა, ყოველდღე რაღაცა ახალი სიურპრიზია, ხო? რას ელოდები? აი უახლოეს პერიოდში რას? ველოდები როგორც ანალიტიკოსი ერთ-ერთი ველოდები იმ ჩინეთიდან შემოსულ პირველ ეშელონს, აი როგორ ველოდები, იცი, როგორც სიმბოლოს იმისა, რომ საქართველოს ცოცხალია, საქართველოს მუშაობს და ჩვენ ხომ აი ამ რაღაცა რუსთაველის გამზირისთვის არ გვცალია რა, ჩვენ უფრო დიდი ვართ ვიდრე რუსთაველის გამზირი, არ ეწყინოს რუსთაველს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გასაგებია, რასაც გულისხმობ და საქართველოს როლი უფრო დიდია ვიდრე რომელიღაცა იმის ქვეითების ისა რა ქვია გადასასვლელი იმის გადაკეტვა და ჩვენი მოსახლეობისთვის ნერვების მოშლა რა. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მე გემშვიდობებით მომავალ ორშაბათამდე.